ამ 3 დღის განმავლობაში იმდენი მოლოცვა მივიღე, ჯერ ერთი ცხოვრებაში ამდენი ადამიანს არ მოულოცია ჩემ დაბადების დღეს და მე კიდე მართლა არ მოველოდი ამდენი რო იქნება. ამიტომ გადავწყვიტე ცალკე ვიდეოც ჩამეწერა, რომ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადაგიხადოთ. ძალიან სასიამოვნო იყო ეს ჩემთვის. გავგიჟდი იმაზე, რომ ჩემი დაბადების დღე გაგრძელდა 3 დღე. განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავიხადო იმ ობიექტებს, სადაც მე და ჩემი მეგობრები მივდიოდით და იქ ხდებოდა ძალიან თბილი და ყურადღებიანი სიტუაცია, იმიტომ რომ ყველგან ჩავაქრეს ანთელი, ყველგან იყო რაღაცა საჩუქრები, რომ მე ძალიან სასიამოვნო იყო და ძალიან მოულოდნელი იყო. ეს 3 ობიექტი იყო. პირველ დღეს ავირჩიეთ, რადგან ღამე იყო, კლუბი, თეატრო, ძალიან სასიამოვნო საჩუქრები მივიღეთ იქ. მეორე დღეს უკვე დავჯავშნეთ სენატის კლუბი, სადაც მარტო ჩვეულებრივი კლუბი არ იყო. ეს იყო ალბათ ყველაზე ლამაზი განსაკუთრებული დაბადების დღე, იმიტომ რომ საოცარი სტაფი ყავთ და ეგეთი სითბო სტაფისგან ძალიან იშვიათია ჩემი აზრით. მართლა მეგობრების გარდა ცალკე სტაფი და ცალკე ეს ადგილი შემიქმნა ეს საოცარი განწყობა. და ბოლოს გუშინ ვიყავით აკროპოლში, სადაც იყო ბერძნული საღამო, თებშები გავტეხეთ, ცალკე მივიღე საოცარი სიმღერით მოლოცვა, უგემრიელესი შამპანიორი და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩემი ძლია თავისუფლად თქვა, რომ ეს იყო ჩემი საუკეთესო დაბადების დღე. 25 წლის გავხდი და ეს აღნიშნა იყო ნამდვილად გრანდიოზული. ჩემი მეგობრები პირადად იყვნენ შოკში ჩემთან ერთად. და განსაკუთრებით თქვენი დამსახურება არის ჩემი ძალიან მაგარი განწყობის, იმიტომ რომ ყოველ დღე, ყოველ წამს მე მომდიოდა ძალიან ბევრი მოლოცვა, ძალიან კარგი და სასიამოვნო სურვილებით. ამიტომ უდიდესი მადლობა თქვენ, ამდენი მოლოცვა მართლა ცხოვრებაში პირველად მივიღე.